სალამი მეგობრებო, სალამი ყველას. ვინც შემოგვერთით, დააპლუსეთ, დაგვიგულეთ, გააზიარეთ. ამ მოკლედ ყველაფერი გააკეთეთ ერთდროულად და აკომენტარეთ და ასე შემდეგ. დღევანდელი ჩვენი თემა არის ვაგრძელებთ ისევ იაკობის ცხოვრებას. წინა თემებზე ჩვენ ვილაპარაკეთ იაკობის და ესავზე და ვილაპარაკეთ რა არჩევანი იყო, რატო აირჩია ღმერთმა იაკობი და რატო მოიძულა ესავი. ვილაპარაკეთ იმას, რომ ესავის არჩევანიდან გამომდინარე მოხდა ეს ასე, ღმერთს არავინ არ ძულს და წინასწარ არავის ღმერთი არ ირჩევს. ანუ არ ირჩევს იმისათვის, რომ ვინმე ჯოჯოხეთში წავა ან სამოთხეში, ესეთი არ აქვს ღმერთს ესეთი რაღაცეები. ყველას აქვს თავისი არჩევანი და თავისი არჩევანის გაკეთებული არჩევნის მიერ მიეზღება მას. და ჩვენ ნათლად გვაჩვენებს ამას იაკობის ისტორია და ესავის ისტორიის მაგალითი. დღეს ჩვენ ისევ იაკობზე ვილაპარაკებთ ამ ამბების შემდეგ, რაც დაემართა იაკობს, ვილაპარაკებთ, რომ იაკობი წავიდა ხარანში. ეს არის დაბადების 22 თავის მეათე მუხლიდან იწყება. და ამ თორის საკვირაო თავს ქვია ვაეცე. ვაეცე არის ივრითულად და გამოვიდა. ეს არის გამოვიდა იაკობი ბერშევადან, ამაზე ვილაპარაკებთ, მაგრამ მანამდე გთხოვთ, ყველა ვინც YouTube-ში უყურებთ, აუცილებლად გააზიარეთ ეს ვიდეო, აუცილებლად დააკომენტარეთ, ვინც ახალი ხარ და პირველად ნახეთ ეს ვიდეო. ეს არხი არის ქრისტიანობის ებრაული ფესვები, ემსახურება ჩვენი რწმენის ფესვების ღრმად შესწავლას. თქვენ იცით, რომ იესო ქრისტე ებრაელი იყო, მოციქულები ებრაელები იყო, პირველი ეკლესია იყო ისრაელში, იერუსალიმში და აქედან გამომდინარე ჩვენს ვასწავლით ებრაულ კონტექსტს. ჩვენ ვაძლევთ ინფორმაციას, ჩვენ არავის გადაბირებას არ ვაპირებთ, არც ვიბირებთ, არც რამეს არ ვაკეთებთ, ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ ინფორმაციას. სოფლიოს მართავენ ებრაელები, დიახ, მე ვმართავ და გმართავ შენ. ეს ცირე გადახრება. ხო და ჩვენ ვცდილობთ გავარკვევთ. ჩვენ უბრალოდ გაძლევთ ინფორმაციას, არავის გადაბირებას არ ვაპირებთ, ჩვენი სექტა არ აგვაქვს, ესე რომ ვთქვათ, ზოგიერთებმა რომ ცილი დაგვწამეს ამ დღეებში და ამ კვირაებში. ჩვენ ვცდილობთ ინფორმაციის გადაცემას. ამ ინფორმაციას თქვენ რას უზამთ, რას გააკეთებთ, ეს უკვე თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა ღმერთის წინაშე, თქვენ უნდა გასცეთ ღმერთს პასუხი, რომ წარსდგებით მასთან 100 წლის შემდეგ, ეგ ყველამ თქვენ უნდა გასცეთ. ასევე ჩემო მეგობრებო, ვისაც გინდა ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა, ყველა კომენტარებში, პირველ კომენტარებში ვიდეოს ქვემოთ, YouTube-ის ვიდეოს ქვემოთ, პირველ კომენტარებში დევს ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, შეგიძლიათ იქ გააკეთოთ თქვენი დონაცია. ასევე გვაქვს KISA-G ეს არის ესეთი ფუნქცია, რომელიც TikTok-ზეც არის, შეგიძლიათ თქვენ სვამთ კითხვას და აკეთებთ დონაციას. ასევე ვინც საზღვარგარეთ ხართ, შეგიძლიათ PayPal-ის მეშვეობით გააკეთოთ დონაცია. ებრაელები ჭრიან ფულს. მე ვერ გამოვჭერი და ერთი ამასაც ადინახა გამოვჭერი დოლარი ებრაული ვალუტა. შენ პირშაქარი ძმაო. ასე რომ ვიწყებთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ქვია თორის საკვირაო თავი ვაეცე. ჩვენ წინა კვირაში ვისაუბრეთ იაკობზე და ესავზე, დღეს ისე გრძელდება იაკობის ისტორია და ასე იწყება ებრაულ ორიგინალში ვაეცე იაკობ მი ბერშევა ვაილეხა ხარანა და გამოვიდა იაკობი ბერშევადან და წავიდა ხარანში. დასაწყისის ჩვენ რო გავიგოთ, ეს არის ის მომენტი, პირობა ჩვენ ვთქვით, რომ იაკობმა გამოსთხოვა მამას, რა ქვია, კურთხევა. ესავის კურთხევა გამოსთხოვა, ანუ პირველობის კურთხევა გამოსთხოვა, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ იაკობის პირველი კურთხევა, რომელიც ისააკმა აკურთხა, ეს არ იყო ის კურთხევა, რომელიც მემკვიდრეობის კურთხევა არის, ანუ რომელიც ხდის ამ აღთქმის მონაწილეს, ეს არ იყო ის კურთხევა. ესავისთვის იყო, რომ უბრალოდ ესავიც კარგად ყოფილიყო თავის ცხოვრებაში. ხო, თავისთავად, ხო, მაგრამ აქ რა მომენტია, აქ რაბინები ამბობენ, რომ ისააკმა
ეჭვის თვალით მიიღო ის იაკობი შეეცადა მის მოტყუებას და ასე თუ ისე წინდა ხედულება გამოიჩინა და ის კურთხევა იმ კურთხევით არ აკურთხა რომელიც ეკუთვნის პირმშოს. ანუ პირმშოს კურთხევა არ იყო. პირმშოს კურთხევა იყო მე, როდესაც იაკობი მიდის ცოლის მოსაყვანად ხარანში რომ მიდის. აი ამ გზაზე აკურთხებს უკვე ისააკი ამ კურთხევას და ამიტომ ეს არის ის კურთხევა. და აქედან ანუ გამოვიდა იაკობი ბერშევადან. ბერშევა რას ნიშნავს? ჩვენ სიტყვა გავმარტოთ. ბერშევა ეს არის ფიცის ადგილი, ანუ მაგას ქვია, ან კიდევ ქვია 7 ჭას. რატო უძახიან 7 ჭას? გახსოვს აბრაჰამმა აბიმელექთან ფიციოდა, ანუ აღთქმა როდადეს აბრაჰამმა 7 რამიცა? კარისა, კრავი, 7 ბატკანი. 7 შევა? ხო, შევა არის ივრითულად 7-ს ნიშნავს. და აქედან გამომდინარე ეს არის აღთქმის ნაწილი. ანუ ეს გვეუბნება ჩვენ რომ ტკბილია სანდროეგა. აუ, ეს უფრო ტკბილია დაშე. ხო. ძალიან ისეთი მომენტია, ხო. ხო. აი, ბოდიში. ხო, ყავის მოყვარულები ვართ ჩვენ. ხო და ანუ 7 ნიშნავს შევა ნიშნავს 7 ივრითულად და აქედან გამომდინარე 7 ნიშნავს სრულყოფილს, ანუ ტერმინები რო გავმარტოთ ბერშევადან გამოდის. რას გვეუბნება ჩვენ სულიერი გაკვეთილს, რას ვხედავთ ამაში? ეს ნიშნავს რომ იაკობი გამოდის იმ აღთქმული მიწიდან, რომელიც მას ეკუთვნოდა. ბერშევადან გამოსვლა, ამას ქვია. ხო. მე ვილაპარაკებთ მაგაზეც, თუ გინდა მე ეს მომენტი არის და ესა მიდის ხარანში. ხარანი რას ნიშნავს სიტყვა? ხარანი ძალიან საინტერესო ნიშნავს და გამოდის, რო ვთქვათ, ბიბლიური კონტექსტიდან გამომდინარე, ეს არის გამოცდის ველი, მაგრამ ხო, მაგრამ სუფთა აქადურ ენაზე, იმიტომ რომ ხარანი აქადია, აქადურ ენაზე ნიშნავს გზაჯვარედის, გზის გასაყარს. ამიტომაც ბიბლიურმა კონტექსტმა, ბიბლიისტებმა და რაბინებმა განმარტეს, რომ ხარანი ეს არის გზაგასაყარი. ხო, გამოცდის გზა. ეს არის ის გზა, სადაც იაკობი გამოიცადა. მაგრამ სუფთა ისტორიულად მაშინ იქნება ისეთი ადგილი, სადაც ბევრი ხალხი ეწევა. თავისთავად ისტორიულად, იმიტომ რატო აქადურ ენაზე რატო ქვია გზაჯვარედინი? გზაჯვარედინი რომ აქ იყო, ხარანი იყო დიდი ცივილიზაციის ქალაქი, ასე თუ ისე და მათ მიდიოდა ვაჭრობა ესა და ანუ ყველა გზები ასე თუ ისე მიდიოდა ხარანისკენ და ეს მოვაჭრები და ისინი რო იყო, ამიტომ იქ იკრიბებოდა ძალიან ბევრი ხალხი. ამიტომ იყო ეს ხარანი ამას ქვია. მაგრამ აი სახელწოდებს ხარანი აქადურ ნიშნავს გზას, ანუ გზაჯვარედი ებრაულად კი ასოცირდება ცხუნვარებასთან და გამოფიტვასთან. რას ნიშნავს ცხუნვარება? გამოფიტვა ეს არის იგივე გამოცდა, გამოცდის ველი. იაკობი მიდის რათა გამოიცადოს. გამოდის მამის სახლიდან, მიდის გამოსაცდელად. რამდენი წელი გამოიცადა იაკობი? 20 წელი. 20 წელი. იაკობი ცხოვრობდა ლავანთან, ეს მოკლედ რო ვთქვათ, ახლა ჩვენ წინ რო წავიდეთ, ხო? 20 წელი მიდის იაკობი და ეს არის კავშირი და მესიანელი ებრაელები ამბობენ ასეთ რამეს. ეს არის იეშუას წინასახე, იეშუას ხამაშეხის წინასახე, ანუ იესო ქრისტეს წინასახე, რომ იესომ დატოვა მამის დიდება და ჩამოვიდა დედამიწაზე. გაიგე? რატო უნდა ჩამოსულიყო დედამიწაზე? უყურე მომენტია, ჩვენ ვიცით, რომ ბერშევა ეს არის აღთქმული მიწის ნაწილი, ანუ ისრაელს ეკუთვნის. ხარანი ეს არის, ანუ ის კი, ისრაელში ხო ბერშევა. ფართოვი ხომ ცხოვრობენ. არა, ბათიამში ცხოვრობენ. ანუ რატო გეუბნებით? ისრაელი, საერთოდ ისრაელში წასვლას ებრაელები არ ამბობენ ისრაელში წასვლაზე. ისინი ამბობენ ისრაელში უნდა ავიდეთ. ავიდეთ, ხო. ალია. წასვლა, უყურე, ძალიან საინტერესო სიტყვა აქვს, რასაც ამბობს, უყურე, ივრითული ორიგინალი ამბობს ასეთ რამეს. ვაელეხ ხარანა, ვაელეხ ნიშნავს წასვლას, მაგრამ ეს ისეთი წასვლა არის, რომ ეს არის პროცესი წასვლის. ანუ ეს როგორც აწყოს, მიგვეთით ეს აწყო დროში ყოფნას.
აგრეთვე ჩვენ მიგვითითებს ინგლისურში როგორ წერია, მან განაწავი როგორ იმოგზაურა ჰარანის მიმართულებით. ხო, ანუ პროცესია, თვითონ ებრაული სიტყვა, გაიგე, ამას გეუბნება. ქართულში ცოტა გაემგზავრას, ქართულში გაემგზავრა მე მგონი ჩვენ ბიბლიებში. მან არ ვიცი რომ აბა ნახე იქ ამ თარგმანში როგორია გავიდა იაკობი ბერშებაყიდან და გაემართა ჰარანისაკენ. გაემართა. ხო და აი მანდ ეგ რომელი წელი თარგმანია? ეს არის 13. 13, მაშინ ეგ ისა იგივეა 13 და აი მე გაჩვენებ ახლა აქ როგორაა. გაემართა ხარანისაკენ. გაემართა. რომელია იაკობის ხუზაისას 28. აქაც გაემართა წერია. ხო, გაემართა, ხო. და რატო ამბობენ ისინი? რატო ადარებენ ამას იესო ქრისტესთან? იესო ქრისტესთან ადარებენ, იმიტომ რომ ვაელეხა ხო გითხარი ნიშნავს წასვლას და აგრეთვე ნიშნავს პროცესს, გზავრობას. იესო ქრისტე დედამიწაზე რო ჩამოვიდა არ დამთავრებულა მარტო მისი ჩასვლით, განკაცებით, მან რაღაცა იმოქმედა. ასევე იაკობი როცა წავიდა ხარაში დასახლდა, მან რაღაცა გააკეთა. რა გააკეთა? ცოლი მოიყვანა. რა გააკეთა იესო ქრისტემ დედამიწაზე? ნიშნობა, პატარძალი ეკლესია შეიძინა. ანუ ეგ მომენტია რა, დატოვა კომფორტის ზონა მამასთან სახში, ჩავიდა გამოცდის ველზე, გამოცდის გზაზე, სადაც იყო და მიდის რათა ცოლი შეიძინოს. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ იაკობის იმით, რომ ხო. სანამ ღვინოზე ეთქვის რომ ამას აღარ შევცვალ სანამ ხო. მანამდე იმაზეც ამბობს რომ ანუ ასექსი ამბობს რომ არ შევჭამ მანამ სანამ არ ვიზეიმებ ამას მანამდე რას გულისხმობს მან მეგა რომ ნიშნობაზე რომელსაც იქ ღვინოს იმაშობოდნენ სინჯავდნენ მე ხო ვთქვი ეგა ღვინომდე უთხრა ეს სუფრაზე უთხრა უკვე მაგის სხვა სახარებაში მან მთლიან კონტექსტში მას იგულისხმება ღვინოზე იგულისხმება მან ანუ არ ვიზეიმებ მანამდე სანამ ქორწილიან იქნება ანუ ხუთები ნიშნობამდე ნიშნობის შემდეგ პატარძალი და სიძე არ ხდებოდა ერთმანეთს. ანუ სხვაგან არ ხდებოდნენ სუფრაზე რო ვთქვათ, გაიგე? მართალია პასექი სუფრა იყო, მაგრამ მაინც ჯამში ქორწილზეა საუბარი, ესე იგი. პასექი იგივე ნიშნობაა, დანიშნაა, გაიგე? ეს იგივე ნიშნობაა. და ბევრი ამას მაგიდან გამომდინარე, რომ აბა ვინ თქვა რომ პასექის და ხორცის ჯამა აღარ იქნებაო სამეფოშიო და რაღაცაო და ხო, მაგა არ ვიცი ვინ ამბობს მაგას ვერ გეტყვი. ხო. და შენ კითხვები ამოიწერე, კაი სანდრო, თუ რამე შეკითხვები აქვს. მეგობრებო, თუ კითხვები გექნება, დასვით, არაა პრობლემა. ბოლოს ვილაპარაკებთ ამ კითხვებზეც იმას ვიზამთ. ხო, ანუ ეს არის იესოსთან შედარება. ტიპოლოგია რო ავიღოთ, ამიტომ ამბობენ მესენელი ებრაელები, რომ იაკობი ამ შემთხვევაში განასახიერებს პატრიარქის ცხოვრება. ეს მონაკვეთი განასახიერებს ტიპოლოგიურად იესო ქრისტეს ხამაშიახის ცხოვრებას ჩვენ. და აქ ჩვენ ხედავთ, რომ იაკობი გზად რომ მიდის, ხედავს ხილვას. მიწაზე მდგარ კიბეს, რომელიც ზეცად ჩდება. ანუ იერუთულ ტექსტში როგორ აიცი, კიბე დედამიწიდან კი არ არის აღმართული, ნაშენები რო ვთქვათ. არამედ ზეციდან მოდის, ანუ ინიციატორი საფუძე რასაც აქვს კიბე, მოდის ზეციდან და დედამიწაზე. ასე აქ როგორ წერია ნახე ინგლისურში იხილა ანუ კიბე იხილა და ესეც იყო მის წინ იყო კიბე მის რომელიც ცილიც ისვენებდა მიწაზე ხო ანუ ხსები საიდან მოდის ზეცი ანუ ინიციატორი არის ღმერთი ამ კიბის ამ ხილვას ნახულობს და ეს რა არის კიბე ძალიან მნიშვნელოვანია კიბე ჩვენ უკავშირდება ვისთან აბა ღმერთთან მიახლოვებს იესო ქრისტე არის კიბე იოანეს სახარების პირველის 51 მოხში რო ამბობს იესო ქრისტე როცა ანგელოზებმა აღმავალ იქნებიანო ნახე აბა იოანეს სახარების პირველი თავის 51 მოხლი ნახეთ და ხმამაღლა წაიკითხეთ ვიტყვი საბა მაგას იოანე რომელი პირველი იოანეს 51 თავის
და ეუბნება მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმერთის ანგელოზებს კაცის ძეზე აღმავალთ და კაცის ძეზე აღმავალს და ჩამავალს. ანუ იაკობის კიბე, რაც იაკობმა იხილა, ეს არის პირდაპირ პროპორციული ყველაზე მაგარი პროპორცია იესო ქრისტეს ტიპოლოგია იესო ქრისტეზე. ეს არის ხო იოსებმაც ნახა. იოსებმა არა, ეს იაკობმა ნახა. იაკობია. ძმები ნახა და ძმები თაყვანს ესედრენ ეგარი. არა, მაგ იოსებმა არა. აბა სხვა იოსები მე არ ვიცი. რომელი იოსებზე ნახა? რაღაცას არის მარიამის მარიამის არ უნახა. არა, რაღაცა ფილმი ხო არ გინახია რამე ჰოლივუდური. სხვა რაღაცა ნახა, უბრალოდ ანგელოზმა გააფრთხა ძილში და მართლა. ეკი. ხო და ანუ ხედავთ რომ აქ ჩვენ არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ აი კიბე რომელიც იესო ქრისტე. გარდა ამისა, ჩვენ ვავიღოთ ახლა ებრაული მისტიციზმი, ანუ კაბალა, რომელიც ჰემატრია არის, იგივე ჰემატრიული განმარტება რო ვავიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია კიბე, სულამ, ივრითულად სულამ და სინაი სიტყვა აქვს ორივეს ერთი ჰემატრიული ციფრის მნიშვნელობა 130. თუ ჩვენ ავიღებთ სინაიზე ღმერთმა მიცა ღმერთის ცოცხალის სიტყვა, ხოლო სულამ ეს ნიშნავს ეს სიტყვა მიიღო ხორცი. ეს იგივე ღმერთის გამოცხადება არის. ამიტომ აკავშირი სინაის მთაზე ღმერთის სიტყვის გადაცემის და სულამ ამ ხიდის მეშვეობით არის ზუსტად რომ ეს ხორცი გახდა, ეს სიტყვა გახდა ხორცად. ძალიან კაი რაღაცაა რა. სხვადასხვა სიტყვა სინაი ძალიან კაი საინტერესო სიტყვაა სინაი. სინაი პირდაპირ იმით რაც ნიშნავს იცი ეკლიან ბუჩქს. და იესო ქრისტეს რა გაუკეთეს თავზე? ეკლის გვირგვინი. მოსემ სადიხილა ღმერთი პირველად რო შეხვდა? მაყლოვანი ბუჩქი, ეკლიანი ბუჩქი. ანუ ესაა სინაი, ამას ნიშნავს. რა მომენტია სინაი საერთოდ ნიშნავს დამდაბლებას, თანმდაბლობას. ხიდე კიბე მოდის ზემოდან ქვემოთ. და ანავა რასაც ქვია. და ამ მნიშვნელობა რა არის? მოიცავ თქვენ. ყოფის ანგელოზებს აღმოჩნ ვიტყვი მაგას. ხიდი ამ შემთხვევაში აკეთებს, ხიდეც არის პროპორცია თავმდაბლობის ზეციდან, სინაის მთა ეს დამდაბლების ნიშანი, იმიტომ რომ სინაის მთა არ არის ყველაზე მაღალი მთა. ბორცვია, გორაკია. და აბრაამს რომ შეეწირა თავისი ვაჟი. ის მორიას მთა იყო. არა, რა თქმა უნდა, მანდაც ისა ვერცი თუ რამ ამეცი კათოლიკურ რკებით სად იყო გაჭედილი. გნუ იმაში იყო გაჭედილი, ბუჩქებში ეკლიან. ბუჩქშივე იყო. ხო, ეკლიან მაგ მაყლოვანი ბუჩქები ბევრია ძალიან. ეკლიან ბუჩქებში იყო გაწევრილი. აი შოფარი მაგინა გაკეთდა. ხო, მაგ შოფარზე მე ვილაპარაკოთ ახლა. უყურე რა ძალიან საინტერესო მომენტი რატო გეუბნები. პირველი კიბე, მეორე სინაის მთა და მესამე თავდაბლობა საფხედავთ ჩვენ გამოცხადებას. იესო სად დაიბადა? ბაგაში. ბაგაში. ეს არის ზუსტად ის გამოცხადება საიდან იწყება. იაკობის სიზმარიდან გადადის უფრო სხვა ფორმას ღებულობს როგორც სიტყვას სინაის მთაზე და ეს სიტყვა იძენს ხორცს ბაგაში, ბეთლეხემში, პურის სახლში. სახლი პურისა. ხო. რა დაარქვა იაკობმა მაგ ადგილს ხო გახსოვთ? ამ ადგილს? ხო. ბეთელი. ბეთელ, ეს უფლის სახლი. უფლის სახლი. ხო. ძალიან საინტერესო რა. მან მივედი. ხო, ჯერ მოიცე, ჯერ მანამდე ვილაპარაკოთ ამ კიბეზე. აი ეს მომენტია, რომ პურსაც რა მნიშვნელობა? პურსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ჩვენთვის პური მხოლოდ ფიზიკური ხო არა? კი. სწორედ ეს სიდაბლე, ეს კიბე, რომელიც მიწას, ცას აკავშირებს, იეშუამ თქვა, ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი. სწორედ ეს სიდაბლე ხსნის ცას. ანუ თავდაბალი ადამიანი ანავა, რასაც ქვია, თავდაბალი არის ამას ნიშნავს, რომ ადამიანი არის თავდაბალი. თავდაბალი. ხო, თავდაბალი ადამიანი, ამიტომ ნეტარ არიან სულით ღალიბი, ვინაიდან მათია ცაცაცასწრაფელი, მათ სიდრობაც ეგ იყო იდეაში, რომ არ მოსულა როგორც მეფე, არამედ როგორც მაგალითი და პირველი მსახური. ხო, აი ესე იდეა ამ ყველაფრისა. იაკობი იღებს ქვას, რომელზეც თავი ედო და აღმართა როგორც სვეტი, დაასხა ზეთი
და ეს რა სიმბოლიზირებს ეს ყველაფერი? კურთხევას. იეს ცხებულება რას ნიშნავს? მაშიახ. ქვა ფსალმუნები რას გეუბნებიან? ლოდი რომელიც აიწეროს მშენებლობამ. გაიგე? ქვა ეს ქვა იქცა ქვაკუთხედად. ბაგა შეიძლება ვთქვათ რომ ის აქვია. შეიძლება ვთქვათ რომ როგორ შეიძლება ღმერთი დაიბადოს ბაგაში, მაგრამ ეს გვასწავლის ჩვენ რომ ყველაზე უმნიშვნელო დეტალები შეიძლება ერთ იმაში ჩანდეს რაღაც უმნიშვნელოდ, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ შენ სწორად გახარ უფალში, ამას აქცევს შენ წარმატების ქვაკუთხედად. ისე რა საინტერესოა რა. მაგაში დაბადებას ის მნიშვნელობს ხო აქ რომ აი ყველაზე ისეთ უბრალო ადგილას დაიბადა. ხო. მეორე ის რომ ბაგაში სადაც კრავები იბადებიან. სვერპლი. სამსხვერპლო ისა. აქ კიდევ ერთი გაკვეთილი შეიძლება ავმეღოთ, რომ ღმერთი იქ არის, სადაც ჩვენ არ ველოდებით, რომ არის იქ. იაკობი საერთოდ არ ველოდებოდა ამ გზაზე, ხარანიდან მიმავალ გზაზე, საერთოდ არ ველოდებოდა ღმერთს, მაგრამ ღმერთი მოსე ვაფშე არ ველოდებოდა იმ მთაზე ასვლა იმაზე, ღმერთი მაგრამ იქ იყო. მთელი იუდეა ელოდებოდა იესო ქრისტეს დაბადებას, მაგრამ წარმოდგენაც კი არ ქონდათ, რომ იქ ბაგაში შეიძლება დაიბადოს იესო ქრისტე. ისეთი ადგილი იყო რა, უფრო ბუნებრივი გამოქვაბული იყო, ხო? გამოქვაბულში, ხო. მე ცხოვრები მან. ოდა ისა. ეს ახლა ყველაფერი რაც ჩვენ გავიგეთ, ახლა ეს ისტორიული მონაკვეთები, აი გავიგეთ, გავმარტეთ ხო სახელები რას ნიშნავს, გავმარტეთ ხილვა რას ნიშნავს, ამაზე ვილაპარაკეთ. ეხლა ვილაპარაკოთ მორალურად ეს რას გვეუბნება ჩვენ დღეს, რას გვასწავლის ეს ყველაფერს. როგორ შეიძლება 21 საუკუნეში მე ახლა სამ ინფორმაციას ვკითხულობ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიყენო. პირველი რაც მე მინდა თქვენ გააგვიდეთ ამაში, ეს არის ის, რომ რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს. ღმერთის მოწოდება იწყება ყოველთვის დატოვო კომფორტული სიტუაცია. როდესაც ადამიანი იგჯერებს ღმერთს და ღმერთის სიტყვას იღებს, ღმერთის სიტყვა ყოველთვის მოუწოდებს ადამიანს რომ დატოვო კომფორტის ზონა და წახვიდე ხარანში. დატოვო ის კომფორტული, ამ შემთხვევაში კომფორტი სიმბოლიზება. აი, მაგალითად მე შეიძლება მაქვს ძალიან კომფორტული სამსახური, მაგრამ ეს სამსახური ამორალულია. გაიგე? და უფლის მცნებაზე იმაშობა. ღმერთის სიტყვას ეწინააღმდეგება. აქ ხდება არჩევანი, რა გავაკეთო? ან მტოვებ სამსახურს, ან ვირჩევ უფლის გზას. ან რჩები, ან მივდივარ, გაიგე? ეს მომენტია. ეს ასეთ იზრწმენის ნაბიჯი, რომელმაც იაკობმა გააკეთა. იაკობს შეეძლო დარჩენილიყო თავის მამის სახლში და მოიყვანა ქანანიელი ცოლი. ძალიან კომფორტულად იქნებოდა იაკობი. სულაც არ მოუწოდა იქ წვალება და ისა. წყემსობა და ისა. დარჩენილიყო, ხო? მაგრამ არა, წავიდა ადამიანი, წავიდა 20 წელი წარმოიდგინე. ხო და აქ ჩვენ ხედავთ რომ რახელის რო დაინახა, რახელი შეუყოლა და 7 წელი ისე გავიდა როგორც ერთი დღეო. ავერს კი მიხვდა. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ, მომავალ წელს ვილაპარაკებთ იაკობის და რახელის ურთიერთობაზე. სიყვარული როგორ უნდა იყოს და რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული ამ შემთხვევაში. ნამდვილი სიყვარული აჰავა, რასაც ქვია, ხო? მოკლედ ვთქვა. მოძის ფუძე იმიდან რომ გაცემას ნიშნავს. ნამდვილი სიყვარული ეს არის რომ იაკობი მზად იყო რახელისათვის დალოდებოდა. ამიტომ წერია რომ სიყვარული პავლე ამბობს სულგძელია და მომთვენია. ყველაფერს ითქმის. ნამდვილი სიყვარული მომთვენია, ითქმის. მაგრამ ხო ის სიყვარული რომელიც ჩვენ არის, აი რომელსაც რა ქვია იმას თავის დასთან რო იყო დავითის ბიჭს ერქვა ამნონი. ამნონმა თამართან კი არ მოითფინა. თამარმა უთხრა, მიედი მამასთან და მამა ვარს არ გეტყვისო, მოგცემსო, მაგრამ ვერ მოითფინა, ახლა მინდა. და მე შეიძულა. ანუ ეს არის ის განსხვავება სიყვარულსა და იმას შორის. აი თემას რო გადავუხვროთ, ახლა მოკლედ რო ვთქვა, ამაზე მე რო ვიტყვით, მომავალ წელს ვიტყვით ამაზე, მაგრამ ხო, მაგრამ ორივე სიტუაცია აღწერილი და ამიტომ როცა ადამიანი ამბობს რა როგორ განვასხავო სიყვარული მიყვარს თუ არა, აი ეს არის სიყვარული არის რომ შენ ხარ მზად გაცემისთვის. გაცემა რომ შენ გაცემ შენ დროს, შენს ენერგიას, იცდი და ამას ყველაფერს აკეთებ. ამაშია განსხვავება. ესაა ნამდვილი სიყვარული.
ხო, პრაქტიკა არის ის, რომ ჩვენ ხვდებით არჩევანის გზას და გზაგასაყარზე ჩვენ ვდგებით და ჩვენი ვალია რა გზას ავირჩევთ? ავირჩევთ ღმერთის მორჩილების გზას თუ ავიღებთ კომფორტის ზონას და დავრჩებით იმ ამორალურ სამსახურში, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ სამსახური არ შეიძლება, მარტო სამსახური არა, აქ შეიძლება ნებისმიერ რამე იყოს. ზოგადად ცხოვრების იმაზე გეუბნება. ყველას თავისი ხო, ყველას თავისი გამოწვევები აქვს ცხოვრებაში და ყველას თავისი ის აქვს. ამიტომ ეს არის ძალიან და მეორე რასაც ჩვენ გვეუბნება, ამ მიუხედავად გადადგმული ნაბიჯის სირთულეებისა, ღმერთი ჩვენთანაა. ღმერთი იაკობთანაა. იაკობი არ ელოდებოდა ღმერთს, მაგრამ იაკობმა ეს არის ის მომენტი, როდესაც იაკობმა იხილა ღმერთი ბეთილი და თქვა, თუ უფალი შემეწევნებო, მე მზად ვარ ყველა მიათედი გადავიხადო შემოს. რატო? ეს არის ის პერიოდი, როდესაც იაკობმა გაიცნო ღმერთი პირადად. მანამდე არ იცნობდა იაკობი, მაგრამ როდის მოხდა იაკობის და მისაქვია ღმერთის გაცნობა? როდესაც მამის კურთხევა გადავიდა მასზე. როგორც ისააკის შემთხვევაში ვთქვით, გაიგე? როგორც არ იცოდა ისააკმა, მაგრამ ღმერთი რო გამოეცხადა, ანუ ეს არის ის პირადი ურთიერთობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვიცნოთ. ისევ პირად ურთიერთობაზე ვამახვილებ ყურადღებას. რომ პირადი ურთიერთობა არის უფალთან ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ არ გვაქვს პირადი ურთიერთობა უფალთან, ჩვენი დანარჩენი სიარულები და რაღაც ქმედებები არის ამაო და ფუჭი. ამიტომაც ეუბნება იესო ქრისტე არ გიცნობ თქვენო, ყოველგვარი ბოროტების ჩამდენებო. რომ ქონოდათ პირადი ურთიერთობა, მაშინ ისინი იცნობდნენ მათეს 24 თავში 25 თავში აღწერეს. გაცნობა, შეცნობა საინტერესო სიტყვა. პავლე მოციქული რასამოს ყველაფერს ვივიწყე, რათა შევიცნო ის იესო ქრისტეზე ლაპარაკობს. ანუ შეცნობა ეს პროცესია. ამ შეცნობას აი როცა ღმერთიანობა მოსეს, გიცნობ სახელი ჩინო. ეს არის ის ღრმა ურთიერთობები აბრაამიდან აიღე. აბრაამა როგორ მიცა ისააკის სხვეპად როგორ მოიტანა. მას ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან უკვე. მეგობრობდნენ. ეს ისეთი ურთიერთობები იყო, რომელსაც ღმერთი ითხოვს საერთოდ და ამ ურთიერთობაში გამოიცადა აბრაამი. იაკობი გამოიცადა მამამის და დედამის ამდენად დაუჯერებდა და დატოვა კომფორტი. ხო შეეძლო დედა თავი დამალები მოვიყვა ნაგერ ვიღაცას და всё ვიქნები რა. სად მიშობ იქა ხარანში რა მინდა. იგივე შეცნობდეს ეს და როგორ მიხდა რომ ის ცოლი იყო კროზი რო გაკიდა ძროხა. იგივე შეცნობდეს სიტყვა არის გამოყენებული ადამსა და ევას შორის. ხო. ანუ ძალიან ახლო ინტიმურ ურთიერთობაზე საუბარი. ხო. ყოველგვარი საფარველის. ხო, ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე და აიყოლე რა მომენტია. კიბე რომელიც ჩვენ ხედავთ, კიბე ანუ იესო ქრისტე, რას გვასწავლის? გვასწავლის რომ ჩვენ ცხოვრებაში ერთადერთი შუამდგომელი ღმერთთან, მამა ღმერთთან და ჩვენთან ეს არის იესო ქრისტე. არ არსებობს სხვა, არ არსებობს ღვთელი, არ არსებობს ხატი, არ არსებობს არც მე, არც სანდრო, არც დავითა, არც გიო. არ არსებობს არც ერთი წმინდანი არ შუამდგომლობს ღმერთთან. ერთადერთი შუამდგომელი არის იესო ქრისტე, რადგანაც მან გამოგვისყიდა ცოდვა, ცოდვისაგან და მან მოიტანა ცოდვის მსხვერპლი როგორც მღვდელმთავარმა. წმინდათა წმინდანში ვერავინ ვერ შედიოდა ღმერთთან გარდა მღვდელმთავრისა. ეს ერთადერთი ფუნქცია აქვს მღვდელმთავარს და ეს ფუნქცია შეითვისა იესო ქრისტემ და ამ ხიდზე კიბეზე ვინ ჩამოდიოდა? ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. გაიგე, არ არის ჯაზას ანგელოზები. ანგელოზები ნიშნავს ის, როდესაც ადამიანი ლოცულობს, მისი ლოცვა აქვს ანგელოზს. ეგრეა, ანგელოზებს მიერ ჩვენ ლოცვა. ნუ ებრაული ტრადიცია ასე გვასწავლის, გაიგე? ხო და ნუ ამ მომენტში მე ამ ალბათ ქრისტეს მოსვლამდე და ქრისტეს მოსვლის მერე ეს ქრისტეს მოსვლასაც ასია. ანუ შენ როცა ლოცულობ, ეუბნები ღმერთზე რომ ლოცულობ, ეს სიმბოლურადაა, რომ ანგელოზს აქვს იესოსზე. ხო, ნუ მესიჯი რო ვთქვათ, რომ იესოსთან. ეს სიმბოლურად ეს ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ ჩვენ, იმიტომ რომ იესო ღმერთია, ყველგან ყოფილი, ყველგან მას შეუძლია მოსმენა, მაგრამ გამოცხადების წინ შეწერია, ხო ეს საკმეველი რო ქონდა. ლოცვები იყო. წმინდა ლოცვები რა იყო? იქ ლოცვები იყო, ზეცაში არავინ არ ლოცულობს. ზეცაში პირიქით გახსოვს რა უთხრეს? რომ ვთქვათ.
ვავიღოთ მართლმადიდებლური სწავლების ვიხოთ ზეცაში ჩვენთვის მეოხობენ. კაი მათ თუ ზეცაში მეოხობენ, მაშინ რატო ითხოვენ შურიზიებას? ის ანგელოზები. და მიცეთ მათ თეთრი სამოსელი და მოცდა მოვაწყდა. ხო, ნუ აბსურდია რა, ხვდები? მიცეთ ისე იყო. აი ხო. კი, აბა, ვინახავ შაბათს. ხო. და შეეშიდა და თქვა რა თავს არ დამცენია ეს ადგილი. ანუ ღმერთი რო იხილა, საზარელი რო არის. თავდას ხო, იმიტომ რომ აი რა მომენტი შევდა გესმოდეს რომ ძველად ასე ესმოდათ ხალხს რომ რა ქვია ღმერთის ხილვა ეს სიკვდილს იწვევდა. ხო. კაიგე და იაკობმა რო ნახა შეშინდა, აი იმის დიდება რო ნახა შეშინდა. რო გაიაზრა მე ხო აი შენ რო სიზმარი ხო გინახე ვაიმე საკოშმარი სიზმარი ნახე აი შეწუნებული ხასიათით იმით ამით და იაკობი ჩვენ ვიცით რომ კარვებში იზრდებოდა კარვებში ხო არა იაკობმა ხო ეგ სამსონის მშობლებმა ნახა ხო სამსონის მშობლებმა და თქვის საჯულთა წიგნშია ეს ისრაელიტებს ესმოდათ რომ პირისპირ უხალთან შეხვედრა შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს კი და პირდაპირ რო ნახობის დიდება მოხდება ხო შენ წარმოგიდგენია კიდევაც თუ შეეშველებოდი აქციის დავითის დროს რომ მოასწრე ხო და ეს მინდოდა მე თქვა ანუ ერთადერთი შუამავალი არის იესო ქრისტე მღვდელმთავარი გადოლ კოენ ებრაულად რო ქვია გადოლ კოენ რომელიც იომ-კიპურის დღესასწაულზე შედიოდა წელიწადში ერთხელ და ჩვენ ვიცით რომ ახლა ჩვენ იომ-კიპურის პერიოდში ვართ ჩვენი სწავლებიდან ჩვენ ხო ისტორიის მივდივართ იომ-კიპურ გადაფარვის გადაფარვის ხო და ველოდებით იმას რომელიც იქიდან გამოვა და გაასამართლებს აზაზელს ხო ანუ ეს არის ის 21 საუკუნეში უყურე მე აი როგორ რას გვასწავლის ეს ორი ძირითადი გაკვეთილი რომელიც ჩვენ მინდა რომ თქვა ეს არის პირველი რომ მიუხედავად სირთულეებისა კომფორტოს ზონიდან გამოსვლისა ღმერთი არის ჩვენთან მეორე ღმერთი არის იქ ჩვენ სადაც არ ველოდებით ჩვენ მგონია აი ჩვენ კომფორტულ ზონაში აღარ ვართ გაჭირვებაში შეჭირვებაში მაგრამ ღმერთი ჩვენს გვერდით და ის რაც არის ისაც შეიძლება დღეს ჩვენ ვიფიქროთ რომ ეს უხეში ქვა იყო რომელიც იაკობს თავიედო რამე ისაც ჩვენ მგონია რომ დღეს ეს უმნიშვნელოა ეს შეიძლება გახდეს ჩვენი წარმატების გვაკუთხედი თუ ამას დავაკავშირებთ იესოსთან ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ იესოა ყველაფრის თავი დასაწყისი და დასასრული მთელი ბიბლია იეშუაზე აგებული იეშუა მიზანი წინ რო წავიდეთ აი მაგალითად ეს ხო უხეში კი იყო მაგრამ ფაქტია რომ საძილეთ გამოიყენა ფაქტია რომ თავი მიასვენა ბიბლიაში ხოდაშორის ბევრი ადგილზეა სადაც საცდომალი არის ნახსენებდა და თუ გამოიკლო მაგ საცდომალებს საცდომალი თავისთვის ხო დასადობი თუ გამოიკლო მაგ საცდომალების იმას მე ახლა არ მინდა დავასპოილერო მაგრამ მე ვიტყვი კიდევ მაგაზე დოდარაბა ბევაკაშა ანუ ეს სამი რამე პირველი როდესაც ჩვენ თქვები დილემის წინაშე ჩვენ დავიღოთ ღმერთის გზა ამ ღმერთის გზაზე ჩვენ წავაწყდებით აუცილებლად სირთულეებს და ეს რთული პერიოდია ხარანი ეს პროცესია ხარანში წასვლა ეს არის 20 წლიანი პროცესი იაკობისა მაგრამ ღმერთი იყო მასთან იაკობთან და მესამე ყველაზე რაც არის მნიშვნელოვანი რომ ერთადერთი შუამავალი ეს არის იესო ქრისტე ღმერთთან მისასვლელი მეტი არ არსებობს შუამავალი არც რაბინია შუამავალი არც მღვდელია შუამავალი არც ცადიკი არის შუამავალი ერთი კითხვა მაქვს ღმერთთან მისასვლელზე გეუბნები როგორ უნდა გავარჩიოთ ეს გზა უფლის მიერ იქნება თუ არა ანუ წმინდა წერილი საფუძველზე ეს სირთულე რომელიც მოდის წმინდა წერილი საფუძველზე ეს არის სტანდარტი წმინდა წერილი საფუძველი რასაც ჩვენ გვაქვს ამიტომ გვაქვს შეიძლება სირთულე უბრალოდ სირთულე იყოს და მორჩა ხო თავისთავად უყურე აი მე წაგიკითხავ ხა მეორე ტიმოთეს 2-ის მეორე თავის
ეს პავლეს შეგონებაა თავისი იმის მოწაფის და ყველა ვისაც სულს ღვთისმოსაობით ცხოვრებით იცხოვროს ქრისტე იესოში დევნილი იქნება. ხოლო ბოროტი ადამიანი და თვითმარქვები წინ წაიწევენ უარისაკენ, სხვებსაც შეაცენ, თავადაც სტუნდებიან. შენ კი დარჩი იმაში. იაკობი დარჩა, ისაც დედამისმა და მამამისმა. იოსებიც დარჩა, რაც მამამისმა ასწავლა. იოსების ჩვენ გავივლით იოსების ცხოვრება. იმაში რაც გისწავლია, რაშიც დარწმუნებული ხარ, ვინაიდან იცი ვისგან ისწავლე. რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით. და მერე მოდის მთელი წერილი ღვთისმსრულელია და სასარგებლოა სასწაულად, საფხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში, რათა მზად იყოს ღვთისკაცი და აღჭურვილი იყოს ყოველი კეთილი საქმისათვის. ანუ როცა ჩვენ გავდივართ ამ სირთულეს და გვაინტერესებს ეს რა სირთულია, ეს ვიცდები თუ არ ვიცდები, ეს არის წინაწერილი საფუძველზე. მოწვდება ყველაფერი. ეს მინდა დღეს მე თქვა ძალიან მოკლედ ვისაუბრე, ისე